ძველი საიდუმლო. ვფიქრობ ჯერ არ გისაუზმიათ ქალბატონო ესმა. უღრმესი მადლობა, მაგრამ დილით ადრე მივირთვი. როგორც ხვდები საუზმობა მარტოს მომიწევს. პონთუშებს არაჩვეულებრივი სუნი აქვთ. ერთად მივირთვათ, ჩაის მოვიტან. თუ არ შეგაწუხებთ, კიდევ ერთი თევში გავამზადე. შეგიძლიათ წამოიღოთ? თვითონ შეწუხებულ ხართ ბატონო ომერ. ჩაის ახლავე მოვიტან. დღემშვიდობისა ომერ. აქ რა ხდება? ხო, უკვე ყველაფერზე გიფიქრიათ. უკვე გასაგებია. შეგერგოთ. გმადლობ რომ მეც დამპატიჟეთ. ჩემი ბრალია. მეგონა რომ აქ არიყავი. ქალბატონმა ესმა მარიცოდა რომ საუზმე მოვამზადე. შეხვედრის დრო შემეცვალა ომერ და ამიტომ მოვედი. კარგად დაემთხვა. საჭმელად გარეთ გასვლას ვაპირებდი. ომერ, ყველიც გიყიდია. სკოლაში ყოველდღიურად ამას მივირთმევდით. გახსოვს? არ შეწუხდეთ ესმა. ჩაის თვითონ მოვიდან. საჭირო არა. დილით ისედაც მივირთვი. უჩემოდ დაიწყეთ და შემოგიერთდებით. ესმა, შეგიძლია ლიმონი დაჭრა და მომიტანო? ჩაინწარია და გემოს გამოასწორებს. რა ვქნა? წარე ჩაი გამოსვლია. ინებეთ, გმადლობ. დღემშვიდობისა დემეთ. აქ რა საკეთებ? ხომ გითხარი შენი დანახვაც არ მინდა. რით ვერ გაიგე? შენ საერთოდ რა შუაში ხარ? დამშვიდი. დეიდა აიშეს სანახავად მოვედი. აქ არის? არა, აქ არ არის. დღეს არ მოვა. ტყუილად შეწუხებულ ხარ. მაინც დაველოდები. იქნებ მოვიდეს. მითხრა რომ საქმეები ქონდა. დასახმარებლად მოვედი. მანქანით წავიყვან. როგორც გინდა. კარგი. აქ დაველოდები. შეგიძლია ჩაი მომიტანო, თუ არ შეწუხდები. შენი დაყენებული ჩაი გემრიელია. როგორც ხედავ, ხელის შაქნევას არ აპირებ ჩეთინ. ისევ მოაკითხე. ალბათ გაიგო რომ ვიჩხუბეთ. კარგი ვნახოთ რა განზრახვა აქვს. სწორად იქცევი. შენს დაძმას უფლება აქვთ რომ სიმართლე იცოდნენ. თავიდან ალბათ გაბრაზდებიან, მაგრამ მერე დაიჯერებენ რომ უდანაშაულო ხარ. ამაში დარწმუნებული ვარ. შეიძლება ვილაპარაკო ჩვილო. თუ არ მომისმენ და ისევ ყვირილს აპირებ, ჯობია წახვიდე. ყელში ამომივიდა დედა. ბოდიშს გიხდი შვილო. ვიცი რომ გადავაჭარბე. მაპატია თუ გული გატკინე, არ მინდოდა. გემოდარები, მაპატია საჰერ. ბრაზმა ამიტანა და არც მახსოვს რას ვამბობდი. შენ დედა ჩემი ხარ. ჩემი სიცოცხლე, ჩემი სულის ნაწილი. რა თქმა უნდა გაპატიებ. პრობლემა სულ სხვა რამეა. ცდილობ შენი ოცნება რეალობად ვაქციო. და ამაში ხელს მიშლი. ეს კი გულს ძალიან დგენს.
ნება მომეცი, რომ ჩემს და-ძმას სიმართლე ვუთხრა. დროა ჩვენი ოჯახი გაერთიანდეს და ეს ტანჯვა დამთავრდეს. ამ სიტუაციაშიც ბედნიერი ვარ, სეჰერ. რატომ არ გესმის? მეტის ამბიცია არ მაქვს, არც დრო. ვიდრე მიმიღებდი ხომ გახსოვს, როგორ ვიტანჯებოდი. შენი და-ძმის დასაყოლიებლად საკმარისი დრო აღარ მაქვს. შეიძლება სიცოცხლეს ხვალვე გამოვესალმო. ვინ იცის? არ მინდა რომ მათთვის მკვლელი ვიყო. მირჩევნია დეიდაიშეს როლი მოვირგო. და სიყვარულით გამიხსენენ. კარგი. რადგან ესე გინდა? რას ვიზამთ? სიმართლეს არ იტყვი? შეგიძლია მშვიდად იყო. არაფერს ვიტყვი. მადლობ შვილო. კართან შემორჩით. მოდი, ყავას მოგიმზადებ. არა შვილო. ჩენი და-ძმის დაბრუნებამდე ჯობს სახლში წავიდე. არ მინდა დავაგვიანო. დროებით დედა. მაპატიე დედა. არ მინდოდა უფრო გენერვიულა და ამიტომ მოგატყუე. გადაწყვეტილება არ შემიცვლია. ჩემს და-ძმას სიმართლეს აუცილებლად ვეტყვი. აი ნახავ. სულ ტყუილად გეშინია. დაიჯერებენ რომ უდანაშაულო ხარ და მიგიღებენ. ღმერთო, ან პასუხობს. ალბათ არ ესმის. რა მოხდა ბატონო ომერ? მამაზე ვნერვიულობ. დილით ცოტა უხასიათოდ მომეჩვენა. დარეკვა და მოგითხვა მინდოდა. ღმერთმა კარგად ამყოფოს. აშკარაა რომ მამა ძალიან გიყვართ. მადლობთ. მას შემდეგ რაც დედა დავკარგეთ, ერთმანეთს მივეჯაჭვეთ. ყველანაირად ცდილობდა რომ ჩემთვის დედისგან დატოვებული სიცარიელე შეევსო. ბედნიერი ხართ რომ დედის სითბო ცოტა ხნით მაინც იგრძენით. მე არასდროს მღირსებია. თქვენი კარგად მესმის. დედის ადგილს ვერავინ შეავსებს. ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ დედობრივი სითბო და სიყვარული დეიდაიშესგან მიგრძენი. მის ლამაზ თვალებს როცა ვუყურებ, დიდ სიყვარულს ვხედავ. ძალიან თბილი და მზრუნველია. მასთან ჩახუტებული ვიძინებ და ვფიქრობ, რომ დედის სითბო ალბათ ასეთი იქნებოდა. ისიც შვილივით გექცევათ. როცა დედა მენატრება ფოტოების თვალიერებას ვიწყებ. შემიძლია საათობით ვუყურო. ვესაუბრო, დარდი გავუზიარო. დედა თქვენის ფოტოებს თქვენს ათვალიერებთ ხოლმე? არასდროს. მისი ფოტო არ მაქვს. რომ მქონდეს დავხებდი და გადავაგდებდი. იმხელა ბოროტება ჩაიდინა, რომ პატიებას არ იმსახურებს. მისთვის დედის წოდებაც მენანება. კარგი. თემა დავხუროთ. არ მინდა რომ ჩემი პრობლემები თავს მოგახვიოთ. თქვენთან დაკავშირებული დეტალები თავს არასდროს მომაბეზრებს. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. მეგობრობა კი ერთმანეთის მოსმენა. დარდის გაზიარებაა. დემეთ. მომავალზე როგორ ვოცნებობდით? გეგმებს ვაწყობდით. ვინ იფიქრებდა რომ ასეთ დღეში აღმოჩნდებოდით? ჩვენი სიყვარული ფულზე გაცვალე. მაგრამ ბედნიერება ვერ იპოვე. დეიდაიშე მოსვლას აშკარად არაპირებს. ჩაიც დაგილევია. მგონი შენი წასვლის დროა. უგემრიელესი ჩაია. მადლობ.
შენი დავიწყების საშუალებას რატომ არ მაძლევ ჩეთი? ჩვენ სიყვარულს ხომ მომავალი არ აქვს. ახლა რას ცდილობ? გინდა გული მატკინო? ორივე ვიტანჯებით. უფულოდ, ყოველგვარი რესურსის გარეშე, ცარიელი სიყვარულით, როგორ უნდა ვიცხოვროთ? როგორც ჩანს ერთმანეთი ბოლომდე ვერ დაივიწყეს. ორივეს ეთყობა საუბარზე, მზერაზე. ხელის შემთხვევით შეხებაზე. რა ხდება ჩეთინ? გინდა რომ ამ გოგოს დავგზაურიო? გინდა დაიბრუნო არა? ამის საშუალებას არ მოგცემ. ტყუილად თავს ნუ დაიიმედებ. არ დაუშვებ რომ შეყვარებული წამართვა. გაგანადგურებ. გზიდან ჩამოგიშორებ. ყველანაირად ვეცდები რომ დემეთი დავიბრუნო. ბიცოლა, ნახე, თითქმის დავასრულე. კიდეებში არ შემოვავლებ, რა სიტყვი? რა დროს ეს არის? ვერ ხედავ რა დღეში ვარ. თავი დამანებე ფიდანი, სადაც განერვიულებული ვარ. წყობიდან არ გამომიყვანო. რძალო. რამ გაგაბრასა? ჯავრს ამ საწყალ გოგოზე რატომ იყრი? ცოდო არ არის? მართალი ხარ დედა, ვწუხვარ. უცებ თავი ვეღარ გავაკონტროლე. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, რამ გაგაბრასა? მითხარი. თურგუც რაზე ელაპარაკე? ჩინართან დაკავშირებით რამე სიახლეა და მიმალავთ? არა დედა, რას ამბობ? თურგუც სამსახურში პრობლემები ჰქონია. მაგას განვიხილავდით და ცოტა გამნერვიულდი. ჩინართან დაკავშირებით ახალი არაფერია. სეჰერს და ძმასთან დალაპარაკება აუკრძალა. იმედია ასია. იმ გველს დაელაპარაკე. მინდა რომ დავწმუნდე. კარგი დედა, რომ მოვა დაველაპარაკები. არ ინერვიულო. ჩინარის შვილს დაიყოლიებდა. ნახოთ. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. საჰერის გაჩუმებას რა უნდა უფრო რთული ჰალილის თავიდან მოშორებაა. ალბათ ჩინართან დალაპარაკება საბოლოოდ გადაწყვიტე. ასეა. ჩემი სიჩუმის გამო საკმარისად დაიტანჯა. ჩემს სოდვებს ეს არ გამოისხიდის, მაგრამ ქალის უდანაშაულობა თუ დამტკიცდება იქნებ სინდისის კენჯნამ აღარ შემაწუხოს. იქნებ გულზე მომეშვას, ომერს სიმართლეს გავუმხელ. ყველაფერს რომ გაიგებს, გული ძალიან ეტკინება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ღმერთი შენკენ ძმაო. მადლობა. ალო, ომერ. მამა რატომ არ მიპასუხე? შენზე ვნერვიულობდი. დილით უხასიათოდ იყავე. კარგად ვარ შვილო, კარგად არიდარდა. დიდი ხანია მე და შენ მამაშვილურად დრო არ გაგვიტარებია. საქმეების გამო ამის დრო არ გაქვს. საღამოს სამსახურის შემდეგ რომ შევხვდეთ და გავისეირნოთ. თან ვილაპარაკოთ, რა სიტყვი? ძალიან კარგი აზრია. შევხვდეთ. ჩვენი გულიანი საუბარი მომენატრა. ძალიან კარგი. მაშინ საღამოს შევხვდეთ შვილო. ჩინარ. კეთილი იყოს შენი მოსვლა. მოდი, დავსხდეთ, გავისაუბროთ. არა, გმადლობ. ოთახში ავალ დავისვენებ. ოთახში ასვლას მერეც მოასწრებ. მოდი 2 წუთი გავისაუბროთ. მოდი. ჩინარ, რა მოხდა? ჩვენი საუბრის შემდეგ სეჰერის დაყოლიება მოახერხე? ბავშვებთან დალაპარაკება გადაიფიქრა? ძალიან გამიჭირდა. გულიც ვატკინე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება შევაცვლევინე. მადლობა ღმერთს. მიხარია რომ შენი სურვილი გაითვალისწინა. ასე ამიტომ ვთქვით რომ
ყველაზე მეტად ის მინდა რომ შვილებმა მიგიღონ და გაპატიონ ჩინარ. სამწუხაროდ ამჟამად ეს შეუძლებელია. რას ვიზამთ? ალბათ ასე სჯობს. ჩემს ოთახში წავალ. ამ გველმა რა გითხრა? ომგითხარი დედა. ჩინარმა სეჰერის დაყოლიება შეძლო. ბავშვებთან საუბარს აღარ აპირებს. სეჰერი გავაჩუმეთ. ახლა ჰალილი უნდა მოვიშორო და მშვიდად ცხოვრებაში ხელს აღარაფერი შემიშლის. ჩინარის სიკვდილის მოახლოებას თვალს სიამოვნებით ვატევნებ. ნეტავეს მომსად უნდა წამიყვანოს. სიურპრიზის მოწყობას დამბირდა. რა მნიშვნელობა აქვს სად წავალთ? თავარია დედაშვილი ერთად ვიქნებით. ესმა მზად ვარ შვილო. შეგვიძლია წავიდეთ. ესმა აქცალია? ესმა ჯერ არ მოსულა ბიცოლა. მართმანი. აქამდე უნდა დაბრუნებულიყო. ძალიან აგვიანებს. ალბათ სამუშაო აქვს. შეიძლება საცობია და შეყომდა. ჯერ ჩეთინიც არ მოსულა. სახლში მხოლოდ ქუდრეთია. არა. ალბათ საცობში არიან. მალე მოვლენ. ჩემო საყვარელო დაწმავ. თქვენ 20 წლიან ტანჯვას ბოლო მოეღება. წინ ყველას რთული ღამე გველოდება. უმერთო ამ ნაბიჯის გადასადგმელად ძალა მომეცი. გთხოვ დამეხმარე. მითხრა საღამოს წავიდეთო, მაგრამ ჯერ არ ჩანს. თუ აგვიანდებოდა შემოტყობინებდა. ხომ არ დავიწყდა. ტელეფონზეც არ პასუხობს. სეჰერთან ხომ არ იქნება? არა, ეს რა მაფიქრებინა. სისულელია. სეჰერი დამპირდა რომ არაფერს იტყოდა. ვიცი რომ პირობას შეასრულებს. სანერვიულო არაფერია. პირობის დარღვევისა და ტყუილის თქმისთვის ვიცი რომ გამიბრაზდები. მაგრამ როცა ჩემი და-ძმა ჩაგეხუტება და დედას დაგიძახებს, მაშინ მაპატიებ და მიხვდები რომ სწორად მოვიქეცი. ამიტომ არ ვნერვიულობ და მზად ვარ რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. ერთმანეთს ისე დაგაახლოვებთ. ბედნიერი ვარ რომ ამის საშუალება მაქვს. ჩემი როგორც შვილის ვალია რომ დაგეხმარო. და ეს სიტუაცია შევცვალო. საუბარში დრო ისე გავიდა ვერც კი შევამჩნია. ამ დრომდე ოფისში დაგაყოვნეთ, მაპატიეთ. იმედი მაქვს დაგვიანებისთვის სახლში არ გისაყვედურებენ. რას ამბობთ ბატონო ომერ, ყველაფერი რიგზია. სახლში წასვლა არც მეჩქარებოდა. ჩემს დას უნდა შევხვდე. წაგიყვანთ. არა, საჭირო არაა, ძალიან ახლოსაა. ფეხით მივალ. უკვე გვიანია, მარტო ვერ დაგტოვებთ. ნება მომეცით გაგაცილოთ. არ მინდა თავი ვალდებულად იგრძნოთ. მარტო სიარულის და ძაღლების არ მეშინია. თავს ძლიერ ქალად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ ასეა. ბატონო ომერ, გთხოვთ, ნუ დამცინით. კარგი, თემა დავხუროთ. მეც მამა ჩემს უნდა შევხვდე. ვალდებულების გამო არ გაცილებთ. ერთი გზა გვაქვს. წავიდეთ. კარგი, რადგან ასეა, წავიდეთ. გთხოვთ. რა გჭირს ესმა, რატომ არ მპასუხობ? ღმერთმა დაიფაროს, რამე ხომ არ მოხდა.
მოგესალმებით ახალგაზრდებო. ამ ლამაზი ქალბატონისთვის ყვავილებს ხომ არ შეიძენთ? გმადლობთ არა. ბატონო, ქალბატონები უნდა გავანებივროთ. აჩუქეთ და გაახარეთ. თქვენი შეყვარებული იმდენად ლამაზია, რომ მის ფონზე ჩემს ყვავილებს ფერი აღარ აქვს. არასწორად გაიგეთ. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. ერთ აიგულს ვიყიდი. ინებეთ. ღმერთმა ბედნიერად დაგაბეროთ, ბატონო. რა საჭირო იყო, ბატონო ამერ? მეცაც იმსახურავთ. მაგრამ ახლა ალბათ დაგამძიმებთ. შემიძლია ოფისში წავიღო და ვაზაში მოვათავსო. ორ წუთში დავბრუნდები. რა გემართება? ასე რამ დაგაბნია? გული რატომ აგიჩქარდა? ალო? დეიდა აიშე. ცუდროს ხომ არ გირეკავ შვილო? საღამოს სადღაც წასვლაზე რომ შევთანხმდით, ამიტომ გირეკავ. რამდენჯერმე შეგეხმიანე და რომ არ მიპასუხე, ამნერვიულდი. მაპატიე დეიდა აიშე, სულ დამავიწყდა. არ გამინაწყენდე. ტელეფონზე ხმა მქონდა გათიშვილი. ზარი ამიტომ გამოვრჩა. არა უშავს შვილო. ბევრი საქმე გაქვს და მესმის. ახლა ჩემი დის სანახავად მივდივარ. დამირეკა. ღმერთო გთხოვ დამეხმარე. გამაძლიერე რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. იმედი მაქვს მომისმენენ და დამიჯერებენ. ალო, დეიდა აიშე, მისმენ? გისმენ შვილო. შენ მადამ რატომ დაგიბარა? არ ვიცი, მე და ჩემი ძმა დაგვიბარა, სალაპარაკო მაქვსო. სხვა არაფერი ვიცი. შვილო, ამას ნოიზამ. არ გამწირო. დეიდა აიშე, სანაპიროსთან რომ პარკია, იქ შევხვდეთ. რა სიტყვი? კარგი შვილო, მოვალ. როგორც ჩანს ეს მომოვიდა. შეუძლებელია. ახლა ვერ გიპასუხებ დედა. ამას ვერ ვიზამ. როცა ჩემ და-ძმას სიმართლეს ვეტყვი, ყველა ერთად ჩაგეხუტებით. დედას დაგიძახებთ. ღმერთო ჩემო, ამჯერად რა მოუვიდა? ასე გვიან სად მიდის? ამას ნოიზამ შვილო. ეს არ გააკეთა საჰერ. ხომ დამპირდი არაფერს ვიტყვიო. მე და შენს და-ძმას ამას ნუ გაგვიკეთებ. თავი დაანებე, ვინ იცის რა გასაჭირი აქვს. ღმერთვანი, წამოდი წავიდეთ. ღმერთო. დაო? მოხვედი, ჩემო კარგო. მოვედი დაო. ხომ მშვიდობა? ანერვიულებული ჩანხარ.
Kötü bir şey olmadı. მოხდა რამე? არა, კარგად ვარ. თანაც ძალიან კარგად. Sen şimdi... სალაპარაკო მაქვს ამითხარი. თან ცოტა ანერვიულებული მომეჩვენა. Şimdi seni böyle... ვიფიქრე რომ რაღაც მოხდა. მოდი დაჯექი. ესმაც მოვა და გეტყვით რისი თქმაც მინდა. Ablam. ესმას მოსვლამდე მინიშნება მაინც მომეციდაო. ცოტაც მოითმინე. ესმა სადაცაა მოვა. ჩემი დაძმაც მოსულა. თქვენის ნებართვით წავალ. უღრმესი მადლობა რომ მარტო არ დამტოვეთ და მომაცილეთ. მადლობა პირიქით მე უნდა გითხრა. სულ მანქანით დავდივარ და დიდი ხანია ჟანგბადი წესი არა დარჩა მის უნთქავს. İyi geldi. ფეხით სიარული მომნატრებია. ბიძია ჰალილი მომიკითხეთ. იმედი მაქვს კარგ დროს გაატარებთ. Teşekkürler. მადლობა. თქვენც კარგ საღამოს გისურვებთ. ხვალ ოფისში შევხვდებით. შეხვედრამდე. ღამამშვიდობისა. ღამამშვიდობისა. ნერვიულობას აზრი არ ქონია შვილო. Ne yaparsan yap. რაც არ უნდა ეცადო თურმე ბედის წერას ვერსად გაექცევი. Kaçılmıyormuş. ნაპატია რომ ჩემი სიტყვებით გულს გადგენ. Ben kendim ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ. umarım sen იმედი მაქვს არ შემიძულებ. ადრე თუ გვიან სიმართლეს მაინც გაიგებდი. ამ საბრალო ქალის ტანჯვას ვეღარ გავუძლებო მერ. მამა? Evet ablacığım. Esma ესმაც მოვიდა. დრო აგვითხრა ქრისტეს დაგვიბარა. Ismet. და თუ შენს ქმართან დაშორება გადაწყვიტე, იცოდე მხარს გიჭერ. აქამდეც უნდა დაშორებოდი. Yok abi. ესმა კარგი გაჩერდი. მოდით დასხედით. Geç. მოდი. ჩემო ძვირფასებო, ბავშვები აღარ ხართ. კეთილისა და ბოროტის გარჩევა უკვე შეგიძლიათ. იმედი მაქვს, რასაც გეტყვით, შვიდად მოისმენთ და გაიაზრებთ. ესმა, Eğer ablam. რადგან ასე გვეუბნება, ესე იგი მართლა მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრას. Ama ablam. გისმენ? Allah'ın seversen bizi ხო, ნუ გაგვაწვალებ. Ne olur. გეტყვი ძმაო, გეტყვი. სიმართლე უნდა იცოდეთ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Geçti, unutmadım seni.